2025 წელს ფაშიზმზე ჩვენი სახელმწიფოს დიადი გამარჯვების 80 წლის თავი სრულდება. მე ვსვამ კითხვას 9 მაისს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე იქნება თუ არა სტალინის პორტრეტი. ადამიანისა, ვინც ეს ომი მოიგო. ნუ თუ გამარჯვების 80 წლის იუბილეზე ამ გამარჯვებაში გენერლების, მარშლებისა და ჯარისკაცების სულელზე ილაპარაკებენ და არ ახსენებენ იმ მთავარ პიროვნებას, ვინც ეს გამარჯვება მოიპოვა. ეს დიდი უსამართლობა იქნება. ხალხი ამაზე ილაპარაკებს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ქვეყნის მთავარმა პირებმა უნდა წარმოთქვან. ეს რა თქმა უნდა უპატივისცემლობაა. მე მინდა გავიხსენო შესანიშნავი საბჭოთა ფილმი ჯარისკაცის მამა. ვინ იყო ამ ფილმში ჯარისკაცის მამა? ის ქართველი იყო, ქართველი გლეხი. ამ ფილმში ადამიანის შთამბეჭდავი სახეა ნაჩვენები. ეს კინოხელოვნების საოცარი ნიმუშია. რა არის აუცილებელი სახელმწიფოს ისტორიისთვის, თვითშეგნებისთვის? აღდგეს ისტორიული სამართლიანობა, მთელი მისი სირთულეებითა და პრინციპებით. მე არაერთხელ მithქვამს და მოსკოვში უკანასკნელ წლებში ერთ-ერთი გამოსვლისას მომიწია კამათი. ახალი პოლიტიკური ტენდენციების მესვეურებთან, რომლებმაც ამჟამად დატოვეს რუსეთი. მე ერთ-ერთ მათგანს ვკითხე: ყოფილ ხართ თუ არა ჩინეთში? ყოფილ ვარო. ვკითხე: ყოფილ ხართ თუ არა ტაიანანმენის მოედანზე? ყოფილ ვარო. მაშინ ვკითხე: ვისი პორტრეტია ამ მოედანზე? ამოილუღლუღა მაო ძედუნისო. უთხარი: ჩინეთმა აღიარა ყველა ის შეცდომა, რაც მაო ძედუნმა დაუშვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ხსოვნას პატივს მიაგებენ, რადგან რომ არა მაო ძედუნი, არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იარსებებდა, არ იარსებებდა ჩინეთი. ჩინელებს კონკრეტულობა შეუვიათ, ამიტომაც ამბობენ, მას ჰქონდა 80% სიმართლე და 20% შეცდომა, მაგრამ რაც კარგი ჰქონდა, იმისათვის ვაფასებთ. რუსეთში, მოსკოვში არაერთხელ მithქვამს, გრცხვენოდეთ, მაგალითი აიღეთ. პარიზის პანთეონის მონახულებისას აღშფოთებას გამოთქვამთ, რადგან იქ ნაპოლეონ ბონაპარტის საფლავი გახლავთ. ნაპოლეონმა ფრანგების სამთავრობა გაანადგურა, მთელი ევროპა სისხლში ჩაახშო. დამანგრეველი ომები გააჩაღა, მაგრამ ფრანგებისთვის ის ეროვნული გმირია და მას მთელ მსოფლიოში სცემენ პატივს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ვიდრე იმპერატორი გახდებოდა, როდესაც პარიზში დემონსტრაციები დაიწყო, მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ. ნაპოლეონმა არტილერისტებს მოუხმოდა საკუთარ ხალხს სარბაზნების ცეცხლი დაუშინა. მან ომი წააგო. მან მაშინ თქვა, ლუისულელი იყო. ორი საარტილერიო ქვემეხი და არავით არის საფრანგეთის დიდი რევოლუცია არ მოხდებოდაო და ამ ადამიანს დღემდე პატივს სცემენ საფრანგეთშიც და მთელ მსოფლიოში. ის დიადი პიროვნებაა. ქვეყანამ ასე უნდა შეაფასოს თავისი დიდი პიროვნებები, რადგან ნაპოლეონი საფრანგეთისთვის მართლაც დიდი პიროვნება გახლავთ, მაგრამ ის წმინდანი არ ყოფილა. ნაპოლეონი წმინდანი არ არის. მის სინდისზე ბევრი დანაშაულია, მაგრამ საფრანგეთს ის ახსოვს. იმავე კამათში კიდევ ერთი რამ ვთქვი. ვკითხე, საფრანგეთს რა ჰიმნი აქვს მეთქი? ჩემმა ოპონენტებმა თვალები დახარეს და მეპასუხეს: მარსელიეზა. ფრანგებს არც ჰიმნი შეუცვლიათ და არც დროშა. მარსელიეზა საფრანგეთის იმპერიისა და საფრანგეთის რევოლუციის ჰიმნი. დღემდე საფრანგეთის ჰიმნია. რა ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს მის სათავეში. საფრანგეთის დროშაც იგივე დარჩა, რაც მაშინ. მათ ის პოლიტიკური კონექტურის გამო არ შეუცვლიათ. მხოლოდ იმერს, რომელიც საკუთარ ისტორიასა და კულტურას სცემს პატივს, შეუძლია მომავალს თვალი გაუსწოროს. ამასთან, ყველა პლუსი და ყველა მინუსი უნდა ვიცოდეთ და სწორად შევაფასოთ. და მე იმედი მაქვს, რომ ამ განვლილი წლების შემდეგ საქართველო როგორც იქნა დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როდესაც ხალხს მისივე ისტორიის შესახებ სიმართლეს ეტყვიან. სწორედ ამით დაიწყო ისრაელის გზა დამოუკიდებლობისაკენ, როდესაც მე-19 საუკუნეში ადამიანებს განუმარტეს სიმართლე. რანი ვართ ებრაელები, რატომ ვართ, საიდან მოვდივართ? მხოლოდ ამის განმარტების შემდეგ, მხოლოდ ერთიანი ისტორიისა და წარსულის მიღწევების ბაზაზე ვაშენებთ ჩვენს მომავალს. ამაზე უნდა აგოს თავისი მომავალი საქართველომაც, არა ტყუილზე, არა ფალსიფიკაციაზე, იმ ინტერესანტთა გულის მოსაგებათვისაც საქართველო არასდროს აღელვებდათ. ეს თვით ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს და მას ეს შეუძლია. თქვენ დრო შევახსენეთ, დიდ უსამართლობად მიმაჩნია ის, რომ წითელ მოედანზე თითქოს და ყველაფერი თავის ადგილზეა, მავზოლეუმიც, სტალინის საფლავიც, მაგრამ კრემლზე წითელი დროშა არ არის. აქ შეუსაბამობაა. ერთ რამეს გეტყვით, სტალინის დაბადების დღეს მავზოლეუმის უკან დიდი რიგი დგება რუსეთის იმ უბრალო მოქალაქეებისა, რომლებიც მის საფლავზე გვირგვინის დასადებად მოდიან. კრემლის კედელთან არც ერთ სხვა სამარესთან არ არის ხოლმე დახოვებული იმდენი ყვავილი, რომ ძეგლი თითქმის მთლიანად იყოს დაფარული. ყველა დანარჩენ საფლავს მხოლოდ კომენდანტის მოტანილი თითო აუცილებელი ყვავილი ამშვენებს. სტალინთან კი ხალხს მოაქვს, მიუხედავად მთელი იმ სიცრუისა და სიბინძურისა, რაც მის ხსოვნას ხვდა წილად. იმიტომ რომ პატივს სცემენ, ახსოვთ,
აფასებენ. იგივე უნდა იყოს გორშიც, საქართველოშიც. კიდევ ვიმეორებ, კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ სხვა ერს მით უფრო ასეთ მცირე რიცხოვანს არ ჰყოლია მსოფლიოს მასშტაბით ისეთი სახელმწიფო მოღვაწე, როგორიც იოსებ ჯუღაშვილი, სტალინი გახლავთ. ბატონო იაკობ, დიდი მადლობა ასეთი შთამბეჭდავი ინტერვიუსთვის. ყველაფერი შესანიშნავად გამოთქვით. საქართველოში იმიტომაც გცემენ პატივს, რომ ასე აფასებთ ქართველთა ისტორიას. ჩვენს წინაპართა, ჩვენს მოღვაწეთა როლს რუსეთის ისტორიაში. მთელი ქართველი ხალხის სახელით მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა. მოხარული ვარ, რომ ქართველი ხალხი ყოველივე მომხდარის შემდეგ თავისი ეროვნული აღორძინების გზაზე ბრუნდება. ჯერა ის ყველას დაანახებს თუ რა შეუძლია და როგორ შეძლებს მომავალში განვითარებას. შემთხვევით როდი გავამახვილე ყურადღება იმაზე თუ რამდენი რამ მისცა ქართველმა ხალხმა რუსეთს. დღესაც ასეა. ქართველ ხალხს საქართველოს აღორძინებას შეუძლია. ღმერთმა ქნას რომ ასე მოხდეს.